მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდებით საბას ელექტრონული წიგნების სახლში, როგორც ელექტრონული გამომცემელი, ეწვიეთ თქვენს გვერდს, ჩემი გამომცემლობა. არჩიეთ წიგნის დამატება და გაიხსნება ახალი გვერდი, სადაც თქვენ უნდა შეიყვანოთ ამ წიგნის მონაცემები. წიგნის სახელი, საჩვენებლად ავტორთავ ხა ნიკო ლომოვრის მოთხრობას ყოველის მხრიდან, ვაკოპირებ მის სახელს და ვსვამ სახელის ველში. ავტორი ნიკო ლომოვრი. როგორც ხედავთ, წიგნის ავტორთა ბაზაში არის უკვე ესეთი ავტორი შეყვანილი, ამიტომაც ვირჩევ ჩამონათვალიდან. თუკი სახელი შეყვანისას არ ჩანს სასურველი ავტორის სახელი და გვარი, შეგიძლიათ დაამატოთ ახალი ავტორის სახელი, გვარი და დამატება. ვირჩევ წიგნის ფასს, გასაყიდ ფასს. $1 ლარი. იმ შემთხვევაში, თუკი წიგნი უკვე გამოცემული იყო როგორც ბეჭდური გამოცემა, შეიყვანეთ მისი ISBN ნომერი, შეიყვანეთ გამოცემის წელი, გვერდების რაოდენობა, იმ შემთხვევაში, თუკი არის თარგმანი, რომელი ენიდან ითარგმნა და ვინ არის მთარგმნელი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ეს არის წიგნის პირველი გამოცემა და არ აქვს ISBN-ი, დატოვეთ ეს ველი თავისუფალი და საბას ელექტრონული წიგნების სახლი თავად მიანიჭებს მას ISBN-ს, რის შემდეგაც ეს წიგნი უკვე ჩაითვლება სრულფასოვან ელექტრონულ გამოცემად. შეიყვანეთ ანოტაცია, მოკლე ანოტაცია, დიდი ანოტაცია, გრძელი ვარიანტი და უფასო ნაწილი. უფასო ნაწილი ეს არის ის ნაწილი, რომელიც წიგნის გვერდზე ჩანს და მკითხველს შეუძლია განსაზღვროს და წაიკითხოს ის წიგნის შეძენამდე. ამიტომაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის და ეხმარება მკითხველს გადაწყვეტილების მიღებაში. არჩიეთ ყველაზე საინტერესო ნაწილი წიგნიდან, ან კიდევ შეგიძლიათ დატოვოთ სრულად ეს ველი თავისუფალი და მაშინ სისტემა თავად აირჩევს პირველ 600 სიმბოლოს წიგნიდან და ჩასვავს ამ ველში. ამ შემდეგ ატვირთეთ წიგნის ყდა, რომელიც აუცილებელია რომ იყოს 285 პიქსელის და 350 პიქსელის სიგანის და აირჩიეთ წიგნის საბას კატეგორია. ამ შემთხვევაში მე ავირჩევ მოთხრობას. თუკი არ არის შესაბამისი კატეგორია, თქვენ შეგიძლიათ ის დაამატოთ კატეგორიის დამატების ველის საშუალებით. მას შემდეგ, რაც თქვენ განაახლებთ ამ გვერდს, უკვე შეიქმნება ახალი წიგნი სათაურით ყოველის მხრიდან. თქვენ შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ წიგნის შიგთავსის დამატება. ამისათვის მარცხენა ველიდან აირჩიეთ თავის დამატება. შეიყვანეთ თავის სათაური. ამ შემთხვევაში აქ არის რომაული ნუმერაცია. შემყავს პირველი თავის სათაური. თავის დამატებას ვირჩევ და ტექსტის ველში ვაკოპირებ პირველი თავის ტექსტს. Ctrl-C, Ctrl-V. მას შემდეგ, რაც დავაწყაპუნებ ხილაკზე შენახვა, უკვე ეს თავი წარმატებით შეინახა, მეუბნება კიდეც სისტემა. შემიძლია დავამატო შემდეგი თავი. თავი მეორე. თავი მეორე. და მეორე თავის ტექსტიც დაკოპირებული მაქვს და მოწყაპუნებ ხილაკზე შენახვას. თხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ ყველა თავი, რასაც დაამატებთ, მარცხენა მენიუში გამოჩნდება შესაბამისი სათაურებით. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაუბრუნდეთ წინა თავს
განაახლოთ, შეასწოროთ ის, თქვათ, შეცვალოთ და გააბოლდოთ, ან კიდევ ჩაამატოთ რაიმე. განახლებები მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ აისახება თითოეულ თავზე, რაც თქვენ დააწყაპუნებთ ღილაკზე შენახვა. განვაგრძობთ შემდეგი თავის ატვირთვას. მესამე თავი. მესამე თავის ტექსტი. და ასე შემდეგ. შენახვა. მას შემდეგ, რაც თქვენ ყველა თავს ატვირთავთ და დარწმუნდებით, რომ არ არის გაპარული არც ერთი შეცდომა, თქვენ უნდა დააწყაპუნოთ ღილაკზე წიგნის გამოქვეყნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ უკვე გააგზავნეთ წიგნი საბას ელექტრონული წიგნების სახლის რედაქციაში და 24 საათის განმავლობაში ის გაივლის საბას ელექტრონული წიგნების სახლის რედაქტირებას და იმ შემთხვევაში თუ კი ყველაფერი წესრიგშია, გამოქვეყნდება საიტზე. ამავე დროს თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ თქვენს ბიბლიოთეკას და ეს წიგნი, ახლად გამოქვეყნებული წიგნი, უკვე დაგხვდებათ თქვენს ბიბლიოთეკაში, სადაც ასევე შეგიძლიათ თქვენ თვითონ გადახედოთ და თუ კი რაიმე შეცდომას აღმოაჩენთ, დაუბრუნდეთ წიგნის რედაქტირებას და კვლავ გაანაახლოთ იგი.